საკანონმდებლო ორგანო ამ კვირას განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყო. საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიღებულია, მხარდაჭერა პროექტს 136-მა დეპუტატმა გამოუცხადა და დარბაზში მყოფმა 1 დეპუტატმა თავი შეიკავა, წინააღმდეგი 5 კანონმდებელი იყო. ბოიკოტის რეჟიმი აირჩია ფრაქცია ნაციონალურ მოძრაობამ, რომლის წევრები ცხდომათა დარბაზში საერთოდ არ შესულან. ერთი მხრივ უფლება პოლიტიკური ინტერესი და მეორე მხრივ პასუხისმგებლობა. რა როლი აქვს დეპუტატებს პარლამენტში, როცა ცხდომათა დარბაზში ის იშვიათი გამონაკლისებია, როცა დადებით გადაწყვეტილებას ყველა მხარე ტაშს უკრავს, რაც უნდა მოჩვენებით იყოს პროცესი. ნეგა ციმაკურიძე დემოკრატიის ინდექსი საქართველოს ხელმძღვანელი გვერდება საქმიანი თულას ეთერში მოგესალმებით. დღეს მეორე მოსმენა არის საკონსტიტუციო ცვლილებებისა, თუმცა პირველი მოსმენის პროცესიც ძალიან საინტერესო იყო. კვირა დღეს არა სამუშაო დღეს, მაგრამ მნიშვნელოვანი ნამდვილად დასაწყისით. აი როგორ წარიმართა ეს პროცესი, დავიწყოთ ამაზე საუბრით. დიახ, მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. ჩვენ დავინტერესდით და ვფიქრობ, რომ მაყურებელი უნდა გავარკვიოთ უშუალოდ ბოიკოტის სპეციფიკაში, იმიტომ რომ აქტუალური გახდა განსაკუთრებით ბოლო დროს ეს თემა, საფრთხის ქვეშ აყენებს პრინციპში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესს, რაც საზოგადოებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ არის ინტერესი და საზოგადოების მხარდაჭერა მას ცალსახად იკვეთება, რომ აქვს. ამიტომ პოლიტიკურმა პარტიებმა ამ კუთხითაც უნდა შეხედონ. მესმის, რომ ბოიკოტის პროცედურა არის მათ ხელთ და ისინი ლეგიტიმურადაც ამ შემთხვევაში იყენებენ ბოიკოტის პროცედურას. ეს ცალსახად უნდა ითქვას, იმიტომ რომ პოლიტპატიმრები ქვეყანაში არ უნდა არსებობდნენ, ეს არის ერთმნიშვნელოვანი და არა მხოლოდ ჩემი შეფასებით, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებითაც და ალბათ ნებისმიერი საკითხში ჩახედული ადამიანი ასეთ შეფასებას მისცემდა. გიორგი რურუას საქმე არის პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელების ნიშნების მატარებელი. ამიტომ ეს ცალსახად ასეა, თუმცა აქ საკითხი არის მეორე მხარეს სასწორის რადევს, აქ არის ზუსტად ის, რომ დასრულდეს პოლარიზებული, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ველი ქვეყანაში და ზუსტად ამიტომ არსებობს საზოგადოების ძალიან მაღალი ინტერესი, რომ მიიღებულ იქნეს ეს ცვლილებები. ბოიკოტის რეჟიმი რას ნიშნავს? ბოიკოტი ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციური პარტიები და დიდი ნაწილი ჩვენ ხედავთ ბოლო პერიოდში, რომ დიდი ნაწილი უარს აცხადებს საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია არ მონაწილეობს პლენარული სხდომების კანონშემოქმედებით პროცესში, არ მონაწილეობს მთავრობის კონტროლის განხორციელებაში, არ მონაწილეობს დებატებში. ხო და კონსენსუსის რეჟიმში არ ხდება გადაწყვეტილებების მიღება. ეს საკითხი ეხება მთლიანად საპარლამენტო პლენარულ პროცესს. ეს ერთი მხრივ მე ამ მრჩევლების შესაძლებელი ხდება ხოლმე, მაგრამ მეორე მხრივ აი ამ პროცესში რა ზიანი შეიძლება მიადგეს მათ შორის დროის დაკარგვით, თუმცაც რიგი საკითხების არ განხილვისა ან შესაძლოა არასაკმარისი მხარდაჭერისა, რაც მათ შორის ამ მრჩევლისათვის დაკარგული დრო გამოდის. რა პრობლემები შეიძლება შექმნას პოლიტიკური ინსტრუმენტის შესაძლოა ლეგიტიმურად გამოყენება? დიახ, აი ზუსტად ამაზეა საუბარი, რომ რაზე მიანიშნებს ის პრობლემები, რაც ჩამოთვალეთ, ხო, ბოიკოტს თავისთავად ახასიათებს ის, რომ პროცესები გადადის არადემოკრატიულ რეჟიმში. ეს არის კანონით გათვალისწინებული მექანიზმი, იმიტომ რომ ოპოზიციამ თავისი, ასე ვთქვათ, ძალა უფრო მეტად გამოაჩინოს, გამოიყენოს და აიძულოს საპარლამენტო უმრავლესობა დაითანხმოს გარკვეული ტიპის გადაწყვეტილებებზე ან წამოვიდეს კონსენსუსზე, როდესაც ამის აუცილებლობა არსებობს, მაგრამ მეორე მხრივ უნდა შევთანხმდეთ ყველა იმაზე, რომ ბოიკოტი ზიანს აყენებს საპარლამენტო პროცესს. ანუ მიუხედავად იმისა, ერთი კვირა გრძელდება ბოიკოტი თუ ერთი წელი, ის არის დამაზიანებელი პროცესისთვის და რაც უფრო დიდხანს გრძელდება, რა თქმა უნდა, საპარლამენტო საქმიანობა გადადის არადემოკრატიულ რეჟიმში, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობას ეძლევა შესაძლებლობა, რომ მხოლოდ მან, ასე ვთქვათ, პრაქტიკულად ერთმა პარტიამ მიიღოს ხოლმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. აი ეს არის მთავარი დამაზიანებელი ამ პროცესში. არა აქვს მნიშვნელობა საბოლოო ჯამში შედეგზე ოპოზიცია რამდენად ახდენს გავლენას, აქ მთავარია, რომ გავიაზროთ, რომ პროცესში არ ისმება კრიტიკული კითხვები, არ ხდება კრიტიკული მსჯელობა მნიშვნელოვან საკითხებზე და სწორედ აი ამ ფორმატში ნაჩქარევად ხდება კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება. და ბოლო კითხვა მაქვს, აი რა ვერკეტი აქვს ალტერნატიული ოპოზიციას იმისთვის, რომ თუნდაც თავისი რადიკალური პოზიცია დააფიქსიროს ბოიკოტის მიღმა. ერთი მხრივ, როცა არადემოკრატიულობაზე ვსაუბრობთ, გასაგები არის, ცალსახად მინუსი დგება ამ ყველაფრისა, მაგრამ მეორე მხრივ, რა შეიძლება გააკეთოს ოპოზიციამ იმ პოზიციის გამოსახატად, რომელიც მას ამა თუ იმ პროცესის მიმართ აქვს. აქ არ გულისხმობ მხოლოდ დღეს მიმდინარე, ვთქვათ, რურუასთან დაკავშირებული
არსებულ შეთანხმებაზე განცხადებებს თუ პოზიციების გამოხატვას. დიახ, სამწუხარო რა არის იცით რომ პრაქტიკულად ორი სესია არისაშემოდგომო და საგაზაფხულო ბოლო ორი სესია არის საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი იმყოფება ბოიკოტის რეჟიმში მუდმივად ხო ანუ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით არ ვაკნინება აბსოლუტურად არც ერთი საკითხის მნიშვნელობას და ბოიკოტის აუცილებლობას შეიძლება მაგრამ ბოიკოტის გამოყენებას აქვს სჭირდება სერიოზული ბალანსი ზუსტად აი ამ დამაზიანებელი ეფექტების გამო და იმიტომ რომ ჩვენ პრაქტიკულად თითქმის 1 წელიწადია ვუყურებთ რომ ოპოზიცია მნიშვნელოვანწილად გამოთიშულია ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებების მიღების პროცესს მიუხედავად იმისა რომ როდესაც აი განსაკუთრებით პრობლემური საკითხები წამოიწევს ისინი გამოდიან ბოიკოტის რეჟიმიდან და დავშად შეიძლება პლენარულ სხდომაზეც მიიღონ ცალკეულ შემთხვევებში მონაწილეობა კომიტეტების საქმიანობაზე კიდევ მიუხედავად იმისა რომ ბოიკოტი არ ვრცელდება კომიტეტზე აისახება მათი ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა კომიტეტების მუშაობაზე მათი მონაწილეობა იქ არის შემცირებული ცალსახად ამიტომ ფაქტია რომ ეხა დღეს უკვე იმოცემულობაში ვართ რომ ძალიან დიდი ხანია ოპოზიცია არის ბოიკოტის რეჟიმში მათ დაუშვეს შეცდომა მაშინ როდესაც ეს ბოიკოტი გამოიყენეს ბლანკეტურად და ძალიან ხანგრძლივი ვადით ამიტომ ბოიკოტმა დაკარგა თავისი ეფექტი დაკარგა თავისი წონა რაც შეიძლებოდა რომ მას ქონოდა დღეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბოიკოტი არ იქცეს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის შემაფერხებელ პროცედურად ხო ახლა უკვე ამ რეჟიმში ვართ გადასულები რომ საზოგადოებას უნდა პროპორციულ უფრო მეტად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა რაც ახლა განიხილება მაგრამ ამ საკითხს საფრთხეს უქმნის ის რომ პოლიტიკური ოპოზიცია კვლავ რჩება ბოიკოტის რეჟიმში ამიტომ ჩვენ მოუწოდებთ ნამდვილად ოპოზიციას რომ დაასრულოს ბოიკოტის რეჟიმი და ამ საკითხთან დაკავშირებით მიიღოს ეს გადაწყვეტილება ზუსტად იმიტომ რომ პოლიტიკური პატიმრები მომავალში არ არსებობდნენ ქვეყანაში მნიშვნელოვანია რომ უფრო მრავალფეროვანი წარმომადგენლობა გვყავდეს პარლამენტში და ზუსტად ამას ემსახურება ამ ცვლილებების მიღება. ალბათ პასუხი თქვენ კითხვაზე ზუსტად ეს არის რომ რადგან საპარლამენტო უმრავლესობას შეუძლია ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშეც მიიღოს ეს ცვლილებები ზუსტად ეს არის არგუმენტი რომ ბოიკოტს აზრი არ აქვს მაშინ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია რომ განხილვებში და კენჭისყრაში მიიღონ მონაწილეობა და ეჭქვეშ არ დადგეს ამ ცვლილებების მიღება და ამის შემდეგ უკვე როდესაც გახდება პარლამენტი ნამდვილად მრავალფეროვანი პარლამენტმა უპასუხოს იმ გამოწვევას რომ ქვეყანაში არ უნდა არსებობდნენ პოლიტიკური პატიმრები. მადლობა. ეკატერინე ციმაკურიძე დემოკრატიის ინდექსის საქართველოს ხელმძღვანელი საუბრობდა საქმიან დილას ეთერში ტრადიციულად ძალიან საინტერესო მიმოხილვით, რომელსაც ყოველკვირეულად გთავაზობთ.